თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. საქართველოში ბავშვებისათვის სახელების შერჩევა როგორც ჩანს ყოველთვის რთული საკითხი იყო. იქმნებოდა უცნაური სახელები ისე რომ ანგარიშს არ უწევდნენ არც სახელის სილამაზეს, არც გარემოს და არც ისტორიას. 1921 წლის შემდეგ ამას დაემატა ეგრეთ წოდებული რევოლუციური სახელების მოზღვავება. მშობლები შვილებს ისეთ გაუგონარ სახელებს არქმევდნენ, მათი აბრევიატურის გაშიფრას ცალკე ინსტიტუტები სჭირდებოდა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. 1917 წლიდან რუსეთში ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა ასეთი სახელები, როგორიცაა რეცესეფერი, ვეცესეპერი, ლეჩსანპური და ასე შემდეგ. ეს სიტყვები 1921 წლიდან საქართველოში მცხოვრები ადამიანების ლექსიკის ნაწილად იქცა, თუმცა ჩრდილოეთიდან დააძრული ახალი სიტყვების ნაკადი ამით არ ამოწურულა. სულ მალე მათ დაემატა რევოლუციის შედეგად შობილი სახელები, ადამიანის საკუთარი სახელები, ვილენი, ვიდლენი, დალასი, დემირი, ლენიორი, მარქსენი, ლესტანბერგი, დონარა, ჯუსტანბერგი და ასე შემდეგ. რევოლუციური სახელების დიდი ნაწილი გაუგებარი იყო და მათ გაშიფრას საგანგებო გამოცდილება სჭირდებოდა. შესაბამისად, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ კერძო სახელებად გამოდგებოდა ნებისმიერი უცხო სიტყვა. შესაბამისად, გაჩნდა სახელები რევიზია, კვიტანცია, ტროლეიბუსი, ევრაზი, ფარან, გენია, ელშუქი, ზეიმი და ასე შემდეგ, რომლებიც ჰარმონიულად შეერია რაიონებში გავრცელებულ არანაკლებ უცნაურ სახელებს: კუკუს, წიწილას, ჭუჭას, აწიკმარას, არველოდას და სხვა. აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი შესაძლებლად მიიჩნევდა სახელის დარქმევის ერთგვარ რეგლამენტაციას სათანადო ორგანოების მიერ. საერთოდ კი წესიერი სახელების დარქმევისადმი მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ როგორც მშობლებმა, ასევე მაჩის მუშაკებმა და სკოლამ. სხვათა შორის აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანის გადანათლული აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, რომელსაც არნოლდამდე ბენედიქტე რქმევია. ცნობილი ლექსიკოგრაფი მიხეილ ჭაბაშვილი თავის მოგონებებში ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრობდა სხვა ბენედიქტე ჩიქობავაც, პედაგოგიკის სპეციალისტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საგაზეთო პოლემიკაში, რის გამოც ხშირად და აუგად იხსენიებდნენ ხოლმეო, რაც თავის მხრივ დისკომფორტს უქმნიდა სახელოვან სეხნიას, ენათმეცნიერ ბენედიქტე ჩიქობავას. როგორც მიხეილ ჭაბაშვილი ყვება, პროფესორ ჩიქობავას ბოლოს გადაუწყვეტია სახელის გამოცვლა, რათა სამუდამოდ გამიჯნოდა იმ თავის მოსახელეს და მოგვარეს. მას სურდა ფელიქსი დარქმეოდა, მაგრამ გზად გიორგი ახვლედიანი შეხვედრია და ფელიქსი უფრო არნოლდი მოგიხდებაო. მოკლედ, ასე იქცა სახელოვანი აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავად. გიორგი ახვლედიანი დარწმუნებული იყო, რომ სახელები გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე. ცნობილია, რომ ამა თუ იმ გმირის სახელის მატარებელი ცდილობს გაამართლოს თავისი სახელი, წერდა მეცნიერი, რომელიც ასევე შესაძლებლად მიიჩნევდა უცხოური სახელების დარქმევასაც. მისი თქმით, უცხოური სახელები არ დაიწუნება მხოლოდ უცხოურობით, მაგრამ სახელი ცოტა მაინც უნდა იყოს ლოგიკაში ქართულ ენასთან. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.